ეხლა ახალ ჭირზეც მინდა მოგახსენოთ, შედარებით ახალ ჭირზე გამოშთა ვინმე ერთ-ერთი ადამიანი თქვენ შორის არის, რამდენიმე დღის წინ იყო ჩემთან. ვინმე ნიკა ლეკიშვილი, რომელიც უსმოდინეთ ამტკიცებს, უფლისიხი არის იერუსალიმი ნამდვილი, საქართველო არის ისრაელი. და როცა ისინი მოვლენ, იურიები რომ აქ თქვენ უნდა თქვათ, რომ ჩვენ ებრაელები ვართ, თუ არ იტყვით, საქართველო აღარ იქნება. ანუ რას აკეთებს პრაქტიკულად? რომელსაც ზედსახელად დაეხო ენუქი ვინ არის თქვენიცი და რატომ დაეხო ნაკლებად მივხვდები და კერძო საუბრებში ისიც უთქვამს რომ მომავალი მესიაა. სინამდვილეში რა არის? ეს არის პირდაპირი გაგებით გავლენის აგენტი. ქართველობა უნდა დააჯეროს რომ ეს არის ისრაელი ნამდვილი უფლისი იერუსალიმია, ებრაელები რომ 10 მილიონი არიან, უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩვენ უნდა გვიხაროდეს ეს. და ჩვენც ებრაელები ვართ. ხედავთ რა გავლენებს აქცევენ ამჯერად და ამგზით. დაახლოებით 10 დღის წინ ერთ-ერთმა მაღალმა ისრაელის ხელისუფლების თანამდებობის პირმა სიამაყითა და თვითკმაყოფილებით განაცხადა 10,000-მა ებრაელმა უკვე იყიდა სახლი საქართველოში. მარტო სახლებს არ ყიდულობენ, ვიცებს ყიდულობენ. ეს ზილიზღუდა ქართველი რომ გამოიმჩნევს თვალებს, იქ უკვე გვიან იქნება. ჩვენ ვიზარდ აფხაზეთი როგორ დააკარგეთ, სამაჩაბლო როგორ დაკარგეთ, ქართული სული დაიკარგა და იმიტომ დაკარგეთ. და მე დაიკარგა მიწები. აქაც ეს ხდება. ქართული სული იკარგება, აბიაბროებულია საქართველოში, მე დაიკარგა და სულიად დანარჩენი საქართველოს. თუ გაინტერესებთ. ესე იგი ნოეს კიდობანი რომ ქვია ჯერს სახელდებაც ამ გადაცემის შოუსი საინტერესოა. ეხლა ამჯერად არ მოყვები, იქ იყო მიწვეული თურმე ეს ადამიანი, ცლად ისაუბრეს და ამის გაშვებას აპირებდნენ. ანუ გავლენის მოხდენას ქართველებს და ქართველების ნაწილი როგორ არის? როგორ მერხები ახლა და სულ ერთია ქართველები თავარია კარგად იცხოვროს. გაიხარდება ებრაელები ფლობენ დედამიწის კაპიტალის უდიდეს უმეტესობას. აქ განუსაზღვრელი ძალაუფლება. ყველა ეს მოვლენები, ომები დაწყებული და სოციალური გაჭირვება მათგან არის მართული ყველაფერი და მათი ფულებით. მათ შორის ვატიკანიც არის ჩართული და არანაირი ეს რელიგიური დაწესებულება, ეს არის წმინდა პოლიტიკური დაწესებულება და სახელმწიფო და სხვადასხვა რომლის პაპი არის პოლიტიკური ჩვენთვის არის წვალებელი, არც მეტი არც ნაკლები. ეგ იქნება, სხვა იქნება, ვინც წავიდა, ვინც მოვიდა, არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა. წვალებლები არიან ისინი და არიან პოლიტიკური ფიგურები, მოთამაშეები ამ სიონისტურ ველზე. ბრძოლისა. ხო და ერთ აი ამ ადამიანმა რომ ჩვენთან იყო, შეეწინააღმდება იმ გადაცემის მე რომ ასაკეთებ თქვენ იცით თუ რა ვინ არის რა და ასაკეთებს სინამდვილეში. ნუ თავი შეიკავეს, მაგრამ ნახე როგორ ფინანსდება. წავიდა და ამ ადამიანმა 9 საათიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო და აჭარის ტელევიზიით უჩვენა. ანუ ყველამ ნახა. 9 მილიონიანი მოსმენა ჰქონდა. აქედან მერყევი ქართველების ერთ ნაწილი რა ნიშნულობა აქვს ებრაელთა და ქართველებს რო კარგიც არის ეს ძლიერები არიან პოლიტიკურად ფული აქვს და ასე შემდეგ საამური ცხოვრება იქნება მეტი ამათ ხარ ამათ არც საშუალო არსებობს არც ენა არსებობს და არც საწუნება ხო აბუჩათ იქნება ხედავთ როგორი გავლენა საიდან არაგოთ ბრძოლები აი როგორც ქართული ამდას ამბობ საით გავიქეცი იქი წავიქეციო ყველა მიმართულებით ბრძოლა გვაქვს დაწყებული იმით რომ ომში უნდა ჩავერთოთ რუსეთთან დაახლოებით ასე დასუსტებული და არაფრის მქონე საქართველო, ანუ ესე იგი ფინია უნდა გავიდეს დათან საბრძოლველად. თუ ჩვენ მოვდიახაც ჩვენთანაც იტყვია, ბოლო ქართველამდე ვიბრძოლ, ბოლო უკრაინელამდე ვიბრძოლ. იმას კი არ ნიშნავს პატრიოტული მოწოდება, იმას ნიშნავს დედას კიტირებ ყველა უკრაინელს ამოწყვე ქართველ. ურიებს აქვთ გეგმაში ესდებს ოფიციალურად ინტერნეტში იხილეთ ვინმე იგორ ბერკუტია გეგმა რომ უკრაინის ადგილას უნდა შეიქმნეს სახელმწიფო ახალი იერუსალიმის სახელით. საქართველოსაც უკვე თვალი უჭირავთ და ხელი აქვს დადებული. ჩვენგან განსხვავებით, ჩვენ რომ გავბივართ ერთმანეთს ჭამთაკ, ისინი უკვე კარგად იწყებენ დამკვიდრებას საქართველოში. ერთ დღესაც გამოვიღვიძეთ და ვიტყვით ისე როგორც აფხაზეთს ივამთ, როგორ დაიკარგა საქართველო. ჩვენს გამო დაიკარგა. ჩვენი დაუდევრობის სიზარმაცის ქარცეობის გამო დაიკარგა, არც მეტი არც ნაკლები. ილია მართავდა ეს საქმე შექმნა თავის თანამედროვე დამხაკებულ ქართველებზე კი არ ლაპარაკობდა ხოლმე ყველა იმაზე ვინც მართა როგორებიც ვართ სამწუხაროდ ჩვენგან საგზნობი ნაწილი თუ კი ასია მამაა ჩამსისინა ზოგიერთმა სულში თუ ასე ძლიერები არიან თუ ამდენი შესაძლებლობები აქვს თუ
აღვირი ხელში მართლია სოფლიო და ადგილობრივი მოვლენების რა გალაპარაკეთ. სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ჭეშმარიტი გადამრჩენელი მაცხოვნებელი რწმენისთვის, ჩვენი მამულისთვის, სულ ცოტა ჩვენი წინაპრების საფლავები რომ არის და ჩვენი ენისთვის, რომელიც სასე ღრმა არის, თუ გაინტერესებს. თურაშეულის პატრონი დღეში ფანტაზი გარბოდა, უცხოეთში გარბიან სამური ცხოვრებისთვის და ამ უნიკალურ მიწას საქართველოს უმდიროს აქტუალებული არის თავად უცხოელები ტოვებენ და ხელში უგდებენ მათ. ვის აღარა? რა თქმა უნდა, გულსატკეპია. ეხლა ზოგიერთი იყვნენ და ამობს რა შუაშია გრიგოლ პალამა და საქართველოს. შუაშია. გრიგოლ პალამას თქვენ წარმოიდგინეთ უყვარდა სამშობლო, ელადა, თავისი სამშობლო. და მას თუ უყვარდა თავისი სამშობლო, ჩვენ რატომ არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქრისტიანული საქართველო, რომელიც დღეს აი უკვე რო ვითხოთ, სიმსივნეა გარკვეულ უბნებში და მეტასტაზები აქვს დაწყებული. და არის საშიშველო მთლიანად სხეული მოიცოს, ამის საბოლოოდ მოხდეს. არაფერია. ყველა ასეთიც, ისეთიც, მათ შორის ასეთი ქართველი და ისეთი ქართველი, გვინდა არ გვინდა წამს არ წამ 100 თუ ისია, წარდები და მერეთის წინაშე და პასუხს მივცემთ ჩვენი საქციელისთვის. როგორც მინდა მამა გაბრიელი ამბობდა, ვის ტაძარში დგევართ, სადაც ადამიანი იბადება, სული წმინდის მადლი იქ გადმოდის მასზე. ამასაც მოგვითხრავს.